პატრიციამულო ტელემაყურებლებო უჭის სატუალეტო მეურნეობას ძიმე პერიოდი დაუდგა ამ ორგანიზაციაში მომუშავე მუშაკებს. დიახ, ჩვენ გადავწყვიტეთ კვლავ წვიოდით ამ ორგანიზაციას და გავსაუბრებოდით თქვენთვის აც უკვე კარგად ცნობილს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ვიცე-პრემიერს, სარეკლამო სააგენტოს უფროს ბატონ დურმიშხან ცალქალამაინძეს. გამარჯობათ ბატონ დურმიშხან. გამარჯობათ. აი როგორი მოქმედა ამ ურთულესმა ძიმე პერიოდმა თქვენს ორგანიზაციაზე? მოგახსენებთ ჩემო ბატონო, ძალიან გაგვიჭირდა. როგორც გახსოვთ, არ იყო ფული და როცა არ არის ფული, მაშინ ადამიანი ვერ ჭამს საჭმელს. როცა ადამიანი ვერ ჭამს საჭმელს, მაშინ ბუნებრივია ის ვერ სარგებლობს ჩვენი პროფილით მომუშავე ორგანიზაციების მომსახურეობით. მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვეწვია მხოლოდ ორი ახალგაზრდა, ისიც სატრფოსთან თავის მოსაწონებლად. ბატონ დურმიშხან, და როგორ გადაწყვიტეთ ეს პრობლემა? ჩვენ არა მთავრობამ გადაწყვიტა ბატონო, მთავრობა ძალიან დაგვეხმარა, როგორც გახსოვთ, შემოიღეს კუპონი და გაჩნდა თუ არა კუპონი, მაშინვე რიგი დადგა ჩვენს ორგანიზაციაში. ამავე დროს დავამატებ იმასაც, რომ კუპონის ქაღალდით საკმაოდ კარგი ხარისხის გამოდგა. ბატონ დურმიშხან, აი გამოჩენილი ხალხი თუ დადის კვლავ თქვენს ორგანიზაციაში? დიახ, გამოჩენილი ხალხის გარდა ჩვენთან დადიან მთავრობის უმაღლესი ეშელონებიც, მთელი ეშელონებით. ბატონ დურმიშხან, და აი როგორ ხდება შესვლა თქვენთან? როგორ ხდება შესვლა, ამაზე უმჯობესია მოგახსენოთ ჩემმა ექსპედიტორმა, უკაცრავად ჩვენმა მთავარმა ექსპედიტორმა, ქალბატონმა ციცინომ. ციცი? აი ეს არის. უთხარი. ჩვენთან შესვლა ხდება მხოლოდ კუპონებით და მხოლოდ კუპონებზე. და აი რა ქნას უბრალო შრომელმა ხალხმა, რომელსაც არ გააჩნია კუპონი. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენც ხომ გაჭირვებულები ვართ. აი ჩვენ კუპონი ინგლისიდან შემოგვაქვს. კარგი, წადი. ბატონ დურმიშხან, ვფიქრობ ეს მწარე მსჯელობისაგანი უნდა გახდეს. და როგორ ვფიქრობთ თქვენ კუპონის გამაგრებას? მოგახსენებთ, ჩვენ კუპონის გამაგრება ხელს არ გვაძლევს ბატონო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენს ორგანიზაციაში მაგარი ქაღალდი და საერთოდ კარგი იქნებოდა თუ კუპონი უფრო რბილი, უფრო დიდი ზომის და უფრო მრავალჯერადი ყოფილიყო. ბატონ დურმიშხან, იმედია ამ შენიშვნებს გაითვალისწინებს მთავრობა და მომავალში უფრო დიდი, რბილი და მრავალჯერადი კუპონი გექნებათ. კარგად ბრძანდებოდეთ. უკაცრავად, შეიძლება მეც მიმართო ორი სიტყვით ჩვენს მოსახლეობას. მომავალ შეხვედრამდე.